ევროკომისიის პრესპიკერის მარკუს ლამერტის განცხადებით, ევროკომისიამ საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე პროცედურები დაიწყო. ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრეს პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები შესაძლოა დაზარალებული ტერიტორიების აღდგენას მოხმარდეს. როგორც პუტინი ამბობს, აღნიშნული საკითხის განხილვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად აპირებს. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებას დათანხმდა. ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ საბჭოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა შეუძლია გაყინული რუსული აქტივებიდან საბჭოს $1 მილიარდი გადასცეს. როგორც ცნობილი ხდება, მშვიდობის საბჭოში ასევე შევლენ თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან უსამართლოდ ეპყრობა. როგორც მან აღნიშნა, შტატები წლების განმავლობაში ზრუნავდა ნატოზე და ახლა დადგა დრო, რომ ალიანსმა ნაბიჯები გადადგას და საკუთარი პასუხისმგებლობები გაზარდოს. საფრანგეთის პრემიერი სებასტიან ლეკორნუ 2026 წლის საბიუჯეტო პროექტის დასამტკიცებლად კონსტიტუციაში გაწერილი 59 მუხლის გამოყენებას აპირებს, რაც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საპარლამენტო მხარდაჭერის გარეშე გადანას გულისხმობს. მემარცხენეთა ლიდერები და მემარჯვენე პოლიტიკოსები კი უნდობლობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის დაშლას აანონსებენ.